სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ქრისტე მაცხოვარი ჩვენი თავისი ბრწყინვალე აღდგომიდან მთელი 40 დღის განმავლობაში როგორც უწყით ეცხადებოდა თავის წმინდა მოწაფეებსა და მოციქულებს და ჯერ დაამოწმებდა და მერმე განამტკიცებდა მათ თავისი აღდგომის ჭეშმარიტებაში. რაც როგორც ჩვენ ნახეთ გასულ პირიაკებში სახარების საკითხავებსა თუ მათ განმარტებებში არც თუ ისი ადვილი იყო და უკანასკნელ გამოეცხადა უფალი ჩვენი შემდგომად ამ გამოცხადებებისა 11-თა მოციქულთან და აყვედრა მათ ურწმუნოება მათი და გულფის ხელობა. ხოლო ამას მოსდევს მალევე თითქოს გალილეაში მიპატიჟება, საიდანაც ამაღლდა ზესად უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თუმცა იოანე ღვთისმეტყველის მიხედვით მისი წმინდა სახარებისა თავდაპირველად ეჩვენა რა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შემდგომ უსაყვარლეს მოციქულსა მოწაფეს მოციქულთა სორს მარიამ მაგდალენელს სწორედ მას დააბარა მოწაფეებთან რომ გალილეაში შეკრებილიყვნენ სადაც მათ წინ წაუძღვებოდა უფალი იესო ქრისტე. ყოველ შემთხვევაში შესაძლოა ორგზის გაუმეორა უფალმა რომ გალილეის მთაზე შეკრებილიყვნენ თავდაპირველად აღდგომის დღეს როცა გამოეცხადა მარიამ მაგდალენელს და უკანასკნელ უშუალოდ ამაღლების წინ 11 მოციქულს. თუმცა ამას ახლა არსებითი მნიშვნელობაც არ აქვს. მოდით გულს მოდგინეთ ამოვიკითხოთ წმინდა სახარებიდან და საქმე მოციქულთაგან მახარებელთა მიერ რა არის დამოწმებული მათ მიერ რაც შეეხება უფლის ამაღლებას. თქვენ ალბათ იცით რომ 12 საუფლო დღესასწაულია ეკლესიაში დაწესებული 8 მათგანი უშუალოდ ქრისტე მაცხოვრის დღესასწაულია მას უკავშირდება დანარჩენი დღესასწაულები საღვთისმშობლოდ იწოდებოდა თავდაპირველად მაგრამ მოგვიანებით წმინდა მამათა მიერ გატოლებული იქნა საუფლო დღესასწაულებს და 12 რიგში დღესასწაულებისა საუფლო დღესასწაულებისა შედის. და იცით ალბათ ისიც რომ არც თუ შემთხვევით გამოყო დედა ეკლესიამ ესა თუ ის ეპიზოდი გნებავთ ქრისტე მაცხოვრის ცხოვრებიდან თუ გნებავთ ღვთისმშობელ მარიამის ცხოვრებიდან რამე თუ სწორედ ამ ადგილებს ასე ვთქვათ ქონდა ამაღლებული მნიშვნელობა და არსებითი მნიშვნელობა ღვთისგანგებულებაში ჩვენი ცხოვრების საქმეში. მაშინ ესე იგი მონო გალილეაში ზეთისხილთას მთაზე, სხვაგვარად ელეონის მთაზე მიიპატიჟა უფალმა, სადაც ახლოსვე იყო ბეთანია. მქონდა სიხარული 2000 წელს, როდესაც პატრიარქის კურთხევით ვახდით რა მას სამგველონი მეც ვიყავრა მათ შორის, მომელოცა სხვა სიწმინდეებთან ერთად და მათ გვერდით ასევე ელეონის მთაც, თავად სოფელი ბეთანიაც და ესე შემდეგ. და ჩემდა თავადაც ვამოწმებ რომ დღეინდელად დღემდის ეს უკვე 20 საუკუნის განმავლობაში შემორჩენილი არის უფლის ნაფეხური ელეონის მთის წვერზე, სადაც პატარა ერთგვარი გუმბათი არის აგებული ამ ადგილის აღსაბეჭდად. მას რა არის ნათქვამი მახარებლებთან? კერძოდ რომელი მახარებლები მოგვითხრობენ ამაღლების შესახებ? ესენი არიან მარკოს მახარებელი და ლუკა მახარებელი, მაგრამ ისინი ძალზედ მოკლედ გადმოსცემენ უფლის ამაღლების საიდუმლოებას. კერძოდ მათთან ნათქვამია, თქვათ ლუკასთან და განიყვანა იგინი ანუ მოწაფეები გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აგიყვნა ხელნითვისი და აკურთხა იგი. ელეონის მთა იერუსალიმის აღმოსავლეთით არის და შაბათის გზა არის დაახლოებით გასავლ. მე არ ვიცი შაბათის გზაში რა მანძილი მოიაზრებოდა, ყოველ შემთხვევაში მყოფილ ვარ და მინდა ვთქვა რომ ძალზედ ახლოს არის იერუსალიმთან ელეონის მთა, რომელზეც ბევრი მნიშვნელოვანი რამ აღასრულა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ბოლოს წინა სასიკვდინე ბრძოლები სწორედ ზეთისხილთას მთაზე ელეონის მთაზე ჰქონდა და არც ის არის შემთხვევითი რომ სწორედ ამ მთიდან ჰქონდა ადგილი უფლის ამაღლებას, როგორც ჩანს რაღაც იდუმალი კავშირი არსებობს უფლის ვნებასა და ამაღლებას შორის. რითაც ნაჩვენებია რომ ერთი და იგივე საიდუმლოების ანიდახუე არის უფლის ვნებაცა და მისი ამაღლებაც, რაზეც ცოტა მოგვიანებით მოგახსენებ. მაშინ ისინი იერუსალიმიდან გამოიყვანა ვიდრე ბეთანიამდე და აღიყვნა ხელითვისი და აკურთხა იგინი. ალბათ საინტერესო უნდა იყოს ჩვენთვის ისიც თუ რატომ არ ჰქონდა ადგილი უფლის ამაღლებას იერუსალიმიდან, რომელიც საკუთრივ უფლის ქალაქად იხსენება და ძალზედ მნიშვნელოვანი საიდუმლოებანი აღასრულა უფალმა ამ ქალაქში. როდესაც გახავს იერუსალიმიდან მოწაფეები განმარტავენ წმინდა მამები, მაგალითად ფილარეტ მოსკოველი, წმინდა მამა და ელეონიდან ამაღლდება, ამით მიანიშნებს ურიებს
რომ მადლი ახალი აღთქმისა მათ არ აქვთ მიცემული, არამედ როგორც ღვთის განგებულებით მოხდა, ურიებმა უარყვეს მესია, მათთვის მოსული პირველყოლისა იაკობის სახლისთვის და უფალი მიიქცა წარმართებისკენ. თუმცა აქ ღვთის განგებულება იყო, ღვთის ხელი იყო, როგორც მოციქული პავლეს განმარტავს, რადგან მათი დაცემა ჩვენთვის საბაბი გახდა წამოდგომისა და სულიერი ამაღლებისა, საბოლოო ცხონებისა, თუმცა უკანასკნელს და ყველაზე უფრო უმძაფრეს დღეებში კაცობრიობის არსებობისა, კერძოდ ანტიქრისტეს რეჟიმის დროს, რომლის ასე ვთქვათ, სულიერი ცენტრი და დედაქალაქი მაშინ იქნება იერუსალიმი, მოხდება ბევრი რამ დრამატული მოვლენა. და მაგ დროს უკვე როდესაც გამოცხადება ახალი მონდიალური მსოფლიო სახლის დედაქალაქად ევროკავშირის შემდგომ იერუსალიმი, საბოლოოდ შეგინებული იქნება ეს ქალაქი. ეს აზრი გამოთქმული არა მარტო ახალ აღთქმაში, არამედ ძველ აღთქმაშიც, მაგალითად ესაია წინასწარმეტყველთან, რომელსაც გამოცხადება ჰქონდა თუ როგორ აიღო უფალმა მადლი ძველი იერუსალიმიდან. ერთი სიტყვით გამოიყვანა ისინი, ვიდრე ბეთანიამდე და მათ წინაშე მაკურთხეველი ამაღლდა. ამაღლების თაობაზე ლუკა მოციქული უფრო მეტის სიღრმითა და სივრცით მოგვითხრობს საქმე მოციქულთაში. არსებითად ამ მოვლენით იწყება საქმე მოციქულთაი გარკვეული შესავლის შემდგომ. ხოლო რომელნი იგი შეკრებულ იყვნენ, იგულისხმება ქრისტეს მოციქულები და მოწაფეები და მათ შორის ღვთისმშობელი მარიამი, კითხვიდეს მას ანუ უფალს და ეტყოდეს ისინი. უფალო, უკეთო ამათ ჟამთა კვალად მოაგვა სასუფეველი ისრაელისა, როგორც ჩანს მათ ეს კითხვა დაუსვეს ელეონის მთაზე, როდესაც უფალმა მოუხმო გალილეიდან ელეონის მთაზე, ზესტისწყლთას მთაზე. და დაეკითხნენ მას, ნუ თუ კვლავ დაუბრუნებო ისრაელს სასუფეველს. ხოლო უფალმა თქვა მათ, არა თქვენი არ ცნობაი ჟამთა და წელთაი, რომელი კი მამამა დაასხა თვისითა ხელმწიფებით, არამედ მოიღო ძალი მოსვლასა სულისაწმინდისათა თქვენზე და იყვნენ შემდა მოწამე იერუსალემს და ყოველ საფურიასტანსა და სამარიასა, ვიდრე დასასრულამდე ქვეყანისა. ესე იგი, თქვენი საქმე, მარტივად რო ვთქვათ, არ არის ჟამი და დრო. ეს მხოლოდ ზეციურმა მამამ უწყის და თანა მამითურთ ძემდა სული წმინდამ, როდის დაუბრუნებს სასუფეველს ისრაელს, ანუ მეორე მოსვლის ჟამი როდის იქნება, როდესაც საყოველთაო სუფევა დადგება მამისა და ძისა და სულისაწმინდის, ანუ ყოვლადწმინდა საებისა, არამედ თქვენ დასხედით წმინდა ქალაქ იერუსალიმში, ვიდრე არ მიიღებთ აღთქმას მამისა თქვენისა. სხვათა შორის, იგივე უთხრა უფალმა, როდესაც უკანასკნელ გამოეცხადა 11-თა მოციქულთა ამხილარა მათი ურწმუნოება და მათ შორის უთხრა ისიც, რომ დამსხდარი იყვნენ წმინდა ქალაქ იერუსალიმში და არ დაეტოვებინათ იგი მანამდის, ვიდრე ახალ აღთქმას არ მიიღებდნენ. როგორც თქვენ უკვე იცით, ფიქრობ, ახალი აღთქმა ეს იყო სულიწმინდის ნიჭები, რომელიც ქრისტეს მხსნელი ვნებების გამო ზეციურმა მამამ მოფინა ქრისტეს ახლად დაარსებულ ეკლესიას, ანუ წმინდა მოციქულებს და მის მოწაფეებს, რომელთა რიცხვით პავლეს მოწყობით იყო 500-ის იმჟამად. და როდესაც თქვენ მიიღებთ ახალ აღთქმას, ანუ სულიწმინდის ნიჭებს, თქვენ გახდებით მოწამე, რისი მოწამე პირველყოლისა, ჩემი ბრწყინვალე აღდგომისა, რადგან ლოდი თავსაკიდური ქრისტეს მთელი სწავლებისა და საღვთო განგებულების არის ის, რომ ქრისტე აღსგან მკვდრეთით. და ამის მოწამე იქნებით არა მარტო ხურიასთანში, არა მარტო სამარიაში, არამედ დასასრულამდე ქვეყანისა. ესე იგი, მთელს ქვეყნიერებაზე გახდებით მოწმე ჩემი ბრწყინვალე აღდგომისა და მიმოხფენთ მთელს იმ დროინდელ სოფლიოს ჩემს სწავლებას. და ესე ვითარცა თქვა, ამაღლდა ხედვიდეს რა იგი და ღრუბელმა შეიზტარა იგი თვალთაგან მათა. მარკოს მახარებელთან შემდეგიც არის ნათქვამი, ვიდრე ამაღლდებოდა, უფალმა ისინი წარგზავნა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და დასძინა ესეც, იმით მიხვდებია, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, რომ სასაულთ მოქმედების ძალას მოგანიჭებთ, გველსა და ღრიანკალზე სთეულთ განკურნავთ, ეშმაკეულთ გასმეთ, ენებით ილაპარაკეთ. ესე იგი, გლოსოლალით ახალი ენების ლაპარაკის ნიშნს მიიღეს. როდის მიიღეს ეს ნიჭი ქრისტეს მოწაფეებმა? მიიღეს მას მერე, რაც სულიწმინდა გარდამოვიდა მათზედან და თვითონული ალაპარაკდა არა ნებისმიერ ენაზე, არამედ საღვთო განგებულებით სწორედ იმ ენებზე ალაპარაკდნენ, სადაც მომავალში მათ, როგორც ქრისტეს მოციქულებს, უნდა ეკადაგათ ღვთის სიტყვა. და მათ შორის მოციქულებიდან ყველაზე მეტ ენაზე ლაპარაკობდა პავლე მოციქული, რომელიც მოგვიანებით გამოირჩია და სავლე პავლე დაქცია და იმ დროინდელი მსოფლიოს უდიდესი მასწავლებელი გახადა. მას სწორედ აი ამ სიტყვების მერე, რაზეც გვეძრახებიან ლუკა და მარკოს მახარებლები, უფალი ამაღლდა მათგან და ღრუბელმა შეიზტარა. მაგრამ ერთ-ერთი მახარებელი, კერძოდ ლუკა აზუსტებს, რომ და ესე მარკოსთანაც არის სხვათა შორის ნათქვამი, რომ არა უბრალოდ ამაღლდა, არამედ მაკურთხეველი ამაღლდა, აკურთხნა იგინი, ნათქვამია მახარებლებთან და ამაღლდა მათგან ზეცად.
რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ არა ჯერ აკურთხა და შემდეგ ამაღლდა, არამედ კურთხევის შამს ამაღლდა და წმინდა მამათა განმარტებით ეს მოასწავებს იმას, რომ იესო ქრისტეს კურთხევა არ დაილევა ქვეყნიერების აღსასრულამდე. არაერთ გზის გვაკურთხა, არამედ განუწყვეტლივ გარდამოსდის ჩვენზე უფლის კურთხევა მის წმინდა ეკლესიაზე და ეფინება საღვთო მადლი მის ეკლესიას, რაც სიტყვიერადად დაადასტურა ამაღლების წინ უფალმა ღმერთმა, როდესაც აღვიქვა და მე თქვენთან ვარ და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა ამის. იყო თუ არა წმინდა წერილში, კერძოდ ძველი აღთქმის წიგნებში წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ იესო ქრისტე უნდა ამაღლებულიყო შემდგომად აღდგომისა. ეს წინასწარმეტყველებები მოიპოვება რამოდენიმე ფსალმუნში და ერთ-ერთ მათგანში, კერძოდ 23 ფსალმუნში დეტალურად ისიც კია განმარტებული, კერძოდ როგორ მოხდა უფლის ამაღლება ზეცად, რა განვლო უფალმა ვიდრე დაждდებოდა მარჯვენით ღვთისა და მამისა. ასევე ამაღლებაზე გვემოწმება ზაქარია წინასწარმეტყველის, კერძოდ მასთან ნათქვამი არის შემდეგი. შედგა მისი ფეხი, ანუ ქრისტესი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე იერუსალიმის პირდაპირ რომ არის აღმოსავლეთით, ესე გასაოცარი სიზუსტით აღწერს, რომელი მთიდან და რა მდებარეობა ამთას იერუსალიმის და რა მანძილით შორავს მას. შედგავს ფეხს უფალი და შედგარა ფეხი დატოვა ანაბეჭდი ფეხისა. მარჯვენა ფეხის ანაბეჭდია დღემდე დარჩენილი კლდეზე, მაცხოვრისა. სხვათა შორის იქ არაბებს აქვთ ეს ადგილი თვითნებურად დაპყრობილი და როდესაც იქ ტურისტები თუ პილიგრიმები მოდიან, აიძულებენ მათ ფული გადაიხადონ. ჩემ დროს იყო თითო $. და იქ მოდის სხვა ხალხი. ანუ როგორც იტყვიან ხოლმე, ჰაერიდან ფულს აკეთებენ. მხოლოდ იმის გამო, რომ დაუშვან და ნახონ ეს ანაბეჭდი და მოილოცონ ეგ ადგილი. მერვე ფსალმუნში ნათქვამია ამაღლების შესახებ. ამაღლდა დიდად ჩვენიერება შენი ზესკნელ სათასა. მიაქციეთ ყურადღება, რომ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ არა უბრალოდ სათაშინა ამაღლდა, არამედ ზესკნელ სათასა. ზესკნელ სათასა, ესე იგი ზეციურ სასუფეველში. არა მხოლოდ ცანი და ცანი განვლო უფალმა, არამედ განიხნა რა ცისკარი, მარტივად რო ვთქვათ, იგი შევიდა ზეციურ სასუფეველში. სხვა ფსალმუნში, კერძოდ 46 ფსალმუნში ნათქვამია ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა. ეს მიმანიშნებელია საყვირის ხმაზე, რომელსაც დასწევს ღვთის ბრძანებით უკანასკნელ შამს მთავარანგელოზი მიქაელი და მეხსაშინა მოხდება საყოველთაო აღდგომა და აი ამის შემდეგ უშუალოდ გარდამოვალს უფალი განჟად ცოცხალთა და მკვდართა. გარდა მაგისა ნათქვამია ფსალმუნში შემდეგიც მის ამაღლებაზე. ეკლესია მიმართავს წარსული და რომელიც არც კი დაარსებულა ჯერ, ანუ სულიწმინდის მადლით, ახალი აღთქმის ეკლესია მიმართავს უფალ ღმერთს, იესო ქრისტეს ახედ მაღლად, წარმოსწვევლე ტყვე და მოეც დიჭები ზეთა კასტასა, ხოლო წმინდა მამები ამ ადგილს სალმონსა ეგევითარად განმარტავენ. ამაღლდა რა ზეცად ქრისტემა ჭეშმარიტად წარმოსწვევნა ტყვე, რამე თუ ძალითა თვისი უხრწნელებისათა მოსპო ჩვენი ხრწნილება და მოსცა მოსაცემელი კაცთა, რამე თუ წარმოგზავნა სულიწმინდაი მოციქულთა ზედა. აი ეს იყო ის ნიჭები, რომელიც წარმოუგზავნა ზეციურმა მამამ, მაგრამ საბაბის ამისოთ მისცა ქრისტეს ხსნელმა ვნებებმა და ამით ძემ მამა შეარიგა კაცობრიობასთან, კაცთა მოდგმასთან. როგორც თქვით, 23 ფსალმუნში მეტი სიცხადითა და დეტალურებით არის აღწერილი, თუ როგორ ამაღლდებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აქ ერთი რამ უნდა დავაზუსტოთ, რომ როგორც ზეღმრთისა და ღმერთი, იგი ზეციურ მამისა და სულიწმინდის საგდარს არც არასდროს არ განშორებია. მაგრამ ჩვენთვის თვით ანგელოზთათვის მიუწვდომელი საკით მან შეიერთა ადამიანური ბუნება შეურევნელად და შეიყვანა საღვთო დიდებაში. როგორც კი შეიერთა, მეხსეულად განწმინდა, აკურთხა და განაგთო, მაგრამ როგორც ასეთი წმინდა მამათა განმარტებით, ჩვენი ბუნების, კაცობრივი ბუნების გართობა საბოლოოდ განსრულდა მისი ამაღლებით ზეცად. აი ამიტომ არის, რომ როგორც მარკოსთან და ლუკასთან არის ნათქვამი, რომ მოციქულები ამაღლების შემდგომ, როდესაც დაბრუნდნენ, უხაროდათ, შეიძლება ადამიანურად ვიკითხოთ, კი, მაგრამ მათ ხომ უფალი განშორდათ. პირიქით ისინი ხო წუხილს უნდა მისცემოდნენ, მეტადრე უფალს, რომელიც მადლის წყარო იყო მათთვის და ყოველი ადამიანისთვის არის, მაგრამ ისინი ხარობდნენ. რატომ ხარობდნენ? ხარობდნენ იმის გამო, რომ როგორც ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომამ შექმნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და შელეწნა, ასევე ქრისტეს ამაღლებამ გახსნა ადამიანთა მოდგმისთვის სათასასუფლებელი. აი რატომ ხარობდნენ ისინი. ამის დასტურად ისიც არის დამაფიქრებელი, რომ მაგალითად ქრისტეს შობის დროს, როდესაც ანგელოზები გამოუშვდნენ წყემსებს, მათ არ ემოსათ სპეტაკი სამოსელი, ანუ თეთრი სამოსელი, მაგრამ ამაღლების დროს
როდესაც როგორც დამოწმებულია საქმე მოციქულთაში, ისინი განსვიფრებული შეჰყურებდნენ თუ ვით არ ამაღლდებოდა უფალი ზეცად, ვიდრე არ დააფარა ის ღრუბელმა და როდესაც დააფარა, გამოესხადა სპეტაკად, ანუ თეთრად მოსილი ორი ანგელოზი. ეს იყო გამოცხადება ამგვარად ეჩვენენ, თორე ანგელოზები არანაირ სამოსელს არ ატარებენ. ჩვენთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელი რეალობა, რასაც ჩვენ ანგელოზებს ვეძახით. და თუ ისინი წმინდანებს ეჩვენებოდნენ, რომელიმე 6-ფრთიან ანგელოზებად სერაბინი, რომელიმე 4-ფრთიანად ქერაბინი, რომელიმე 2-ფრთიან ანგელოზად ანგელოზნი და მთავარ ანგელოზნი, ეს მხოლოდ ადამიანურად არის ნაჩვენები, ღვთა განასახიერებს სისწრაფეს, ანუ რა არის მინიშნებული, რომ მეხსეულად ასრულებენ უფლის მორჩილებას, ესე იგი უკიდურესად მორჩილი არიან ღვთიური ბრძანებისა. ესე იგი ქრისტეშობას არ იყვნენ ელვარე სამოსელით, სპეტაკის სამოსელით მოსვლე, მაგრამ ამაღლების ჟამს, როდესაც ორი ანგელოზი ეჩვენა მოციქულებს, რომლებიც განსვიფრებით შეჰყურებდნენ ცადაღმავალ უფალს, უთხრეს: "ხოი კაცნო გალილეველნო, რაც შეჰყურებთ? ვინც ამაღლდა ზეცად, იგივე გარდა მოხდება ზეციდან." და როდესაც ეს უთხრეს, მახარებელი ამოწმებს, რომ მათ ემოსათ ამ ორ ანგელოზს სპეტაკის ამოსელი, რითაც აჩვენებდნენ იმას, რაც მოციქულებმა გამოხატეს სიხარულით, რომ უფლის ამაღლებით განეხნა და ცანით სათანი, კაცთა მოდგმისთვის საბოლოოდ განეხნა ზეციური სასუფეველის კარები. აღდგომით დაიმსხვრა ჯოჯოხეთის ბატონობა, ხოლო ამაღლებით განეხნა ცათასასუფეველი, რომელიც ჩვენი მოდგმის ურჩობამ, ჩვენთა პირველ მშობელთა ადამ და ევამ დახშეს თავისი ურჩობით, დადგინებული იქნა რა, უფალ საბაოთის ბრძანებით 64-ის კარში, ზეციური ქერაბინი და მოწყინარი მახვილი, ესე იგი ცეცხლოვანი მახვილი, რომელიც ჩვენს მოდგმას აღარ აძლევდა იმ დღიდან საშუალებას 64-ში დაბრუნებისა, თუმცა თუ გახსოვთ თქვენ, ადამ და ევამ როცა შესწოდეს და გამოხადა ისინი 64-დან უფალმა საბაოთმა, ისინი დიდხანს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მიდიოდნენ 64-ის კართან, გარსუვლიდნენ, ტიროდნენ თავიანთ შეწოდებას. მათ თავიანთ შვილებს, შვილებმა შვილიშვილებს, მერმე შვილთა შვილებს და ესე შემდეგ გადასცემდნენ გარკვეულ თაობამდის ხსოვნას 64-ისა და ღმერთის შესახებ, მაგრამ როდესაც კაცობრიობა გამრავლდა, თანდათანობით დაივიწყეს ღმერთი, ჩავარდნენ კერპთაყვანისევლობაში და უფალმა ამოირჩია რა ისრაელი, მათ აძლევდა ღვთის მეცნიერებას, ანუ იდუმალთ მეცნიერებით ეზრახებოდა ზეციურ საიდუმლოებზე და მათი გადარჩენისა, მათ შორის და მერმე როგორ გამოირჩევდა ესევე წარმართებსაც და მოაქცევდა სარწმუნოებაზე. როგორც ვთქვით 23 ფსალმში გასაოცარი დეტალურობით არის აღწერილი ქრისტეს ამაღლება ზეცად. რითი იწყება ეს ფსალმუნი? პატარა ფსალმუნი თქვენის დებართვით წავიკითხავ. უფლის არის ქვეყანაი და სავსებაი მისი სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მაშინა. რამე თუ მან თავად მან ზღვათაზე და დააფუძნა იგი და მდინარეთაზე და გამზადა იგი რა, ეს ქვეყნიერება, ეს სოფელი. ვინ აღვიდეს მთასაუფლისას, ანუ ვინ დადგეს ადგილსაწმიდასა მისსა, ამ მთაში იგულისხმება და თვის მწვერვალში, არა მარტო საკუთრივ რომელიღაც გეოგრაფიული მწვერვალი, აქ მინიშნება უფლის ამაღლებაზე ელეონის მწვერვალიდან, არამედ ასევე იგულისხმება სულიერი მწვერვალი. ანუ ვინ შევაო ზეციურ სასუფეველში, ვინ დაადგავს ფეხს? აი განმარტავს უფალი სულიწმიდით, უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა. ეს არის ამავე დროს მახასიათებელი ქრისტეს ბუნებისა, ის იყო ყოვლად უბრალო და წმიდა გულითა, რომელმან არ აღიღო ამავებასაზე და სულითვისი და არც ეფუძა ზაკვით მოყვასათვისა და თავად გახდა მაგალითი ღვთაებრივი მოძღვარი ყველა მისი მოწაფისათვის. ამან მოიღო კურთხევაი უფლისაგან და წყალობაი ღვთისაგან მაცხოვრისა მისისა. აქ იგულისხმება არა მარტო მართალი ადამიანი, რომელიც ღვთისაგან თავისი უბრალოების და მოკლედ სიწმინდის გამო იღებს წყალობას და კურთხევას ღვთისაგან, არამედ იგულისხმება ძეღმრთისაი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც ზეციური მამისაგან მოიღო ეს წყალობა ჩვენ კაცთა მოდგმისათვის და კურთხევაი და ამიტომაც არის, რომ ამაღლების ჟამს მაკურთხეველი განგვეშორებოდა ჩვენ. რითაც აჩვენა, რომ არასდროს სინამდვილეში არ გვანქშორებია. ამაღლდა ვითარცა ღმერთკაცი, მაგრამ მადლის მიერ იგი არასდროს განეშორება ქვეყნიერებას და ადამიანთა მოდგმას. ესი არის ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსახთისა იაკობისა. აქ უკვე ლაპარაკია წმინდა და მართალ ადამიანებზე, რომლებიც ღვთის პირისახის ხილვას ეძიებენ, რომელიც წყაროა მათი დაუსრულებელი და ენით აუწერელი ნეტარებისა. აი ამის შემდგომ, ეგევით არის შესავალისა, უკვე იწყება უშუალოდ გადმოცემა თუ როგორ ამაღლდებოდა უფალი. აღახვენით მჭენი თქვენი მთავარნო და აღეხვენით მჭენი საუკუნედი და შევიდეს მეუფე დიდებისაი. ვინ არიან ეს მთავარი, რომელთაც როგორც ჩანს ზემდგომი ბრძანებას აძლევენ? გააღეთო ზეცისკარი, ცისკარი გააღეთ, მჭენი ზეცისა განაღეთ. მთავარნო,
და აღეხვენი და არა მარტო მათ უბრძანებენ და საიდუმლოებას გადასცემენ. თქვენ ალბათ გახსოვთ, თქვა დიონისი არეოპაგელის მიხედვით, რომელიც პავლე მოციქულის უწვერვალესი მოწაფე იყო, რომელსაც ღმერთმა თეოფანიები, ანუ საღვთო გამოცხადებებისა და დაგვიწერა ტრაქტატი ზეციური იერარქია, სადაც გადმოსა ცხადასი ანგელოზების ბუნებისა და მისიის შესახებ. და მათ შორის ამბობს იმასაც, რომ როდესაც უფალი საბაოთიდან გამოდის ლოცვა კურთხევა, თავდაპირველად იგი ენიჭება, ეძლევა პირველი ტრიადის უმაღლეს ანგელოზებს. 900 ანგელოზები არიან დაყოფილი სამ ტრიადად. პირველ ტრიადაში, უმაღლეს ტრიადაში შედიან სერაბინი, მერმე ქერაბინი და საყდარნი. ეს არის უმაღლესი ანგელოზები. მერე მოდი მთავრობანი, ხელმწიფებანი, უფლებანი და ასე შემდეგ უკანასკნელ ანგელოზი, რომელთა სახელი უკანასკნელი დასის ანგელოზი განირჩევა ცხოვედასის ზეციურ ძალაზე. მას ესე იგი მთავარნი შედიან მეორე ტრიადის ანგელოზებში და როდესაც ის იღებს ბრძანებას და ის არის მეორე ტრიადის პირველი ანგელოზი თავისი ხელმწიფებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ბრძანება ეძლევა უმაღლესი პირველი ტრიადის ანგელოზებისაგან, მაგრამ არ არის გამოკვეთილი ფსალმუში, ვისგან ეძლევა უშუალოდ სერაბინთაგან, ქერაბინთაგან თუ საყდართაგან. მე ვფიქრობ საგულისხმოა, რომ საყდარნი აძლევდნენ მათ კურთხევას და აი რამ აძლევს ამის საფუძველს. როგორც დიონისე არეოპაგელი ამბობს, თავდაპირველად ღმერთი თავის იდუმალებას, საიდუმლოებას უმშრომლებს უმაღლესი დასის ანგელოზს, კერძოდ სერაბინებს, ცეცხლოვან სერაბინებს. ცეცხლოვანი სერაბინები მადამი მინიჭებული მადლითა და სიბრძნით გამბჭობენ. შეაჩერონ თავის თავში ეს საიდუმლოება ზეციური თუ გადასცენ ქვემდგომ ანგელოზებს. როგორც შანს ქრისტეს ამაღლების საიდუმლოება თავდაპირველად ემცნოთ ზეციურ სერაბინებს, სერაბინებმა ამცნეს ქერაბინებს ქვემდგომ ანგელოზებს, ქერაბინებმა ამცნეს საყდართა უბრძანეს მთავრობათა მეორე ტრიადის პირველ ანგელოზებს, რომ ზეცის კარი გახსნან და შევიდეს მეუფე დიდებისა. აღეხვენით და არა მარტო ანგელოზებს უბრძანებენ მთავრობათა საყდარნი, არამედ ყოფიერებას უბრძანებენ. ცათაცანს უბრძანებენ, რომ განიხვნან ისინი, ისე როგორც მათი ღვთაებრივი მოძღვარი. ღმერთი და შემოქმედი ჩვენი ძალაუფლებას აჩენდა არა მარტო სულიერზე, თქვათ ადამიანზე, დაცემულ ძალებზე, ანგელოზებზე, არამედ ასევე სტიქიებზე. ამიტომაც ძალიან ვფიქრებდა მოციქულებს, თქვათ როცა გენესარეთი დააცნო ოდენს სიტყვით, ვინ არს ესე, არამედ თუ სტიქიონის ემორჩილებაო. და იმავე ტბაზე სხვა სასწაული მოახდინა, როცა მთელი ღამე დაშვრენ ამაო და ვერაფერი დაიჭირეს, ქრისტემ უბრძანა მარჯვენით კერძოს დევით ბადე და ურიცხვითებზე ამოიყვანეს, იმდენი ამოიყვანეს, რომ ბადენი განსხდებოდეს და ძლივს გამოათრია რამოდენიმე მოწაფემ და მოციქულმა ქრისტესი ნაპირზე. ერთი სიტყვით საყდარნი უბრძანებენ მთავრობათა და ასევე სტიქიებს და ცათა, რომ განიხვნენ ისინი, რადგან უნდა შევიდეს მეუფე დიდებისაი. ვინ არის ესე მეუფე დიდებისაი? ამ სიტყვებში ჩვენ ურჩობა უნდა დავინახოთ მთავრობათა ამ ანგელოზებისა. ისინი კითხულებენ, იმიტომ რომ ეს საიდუმლოება მათ ჯერ კიდევ არ ემცნოთ ზემდგომი ანგელოზებისაგან, კერძოდ საყდართაგან. ამიტომ მთავრობანი ეკითხებიან საყდართა, ვინ არის მეუფე დიდებისა, ვის გამო ჩვენ უნდა განვახვნათ ზეცის კარები, ანუ ცის კარი და ვის გამოც უბრძანებთ თავად თქვენ ცას, რომ განიხვნას. ვინ არის ესე მეუფე დიდებისაი? მეორე მხრივ რა ჩანს ამ კითხვაში? მათი სიფრთხილე. აი აქ მაგონდება ღვთისმშობელი მარიამი. როდესაც იგი პირველად მოიკითხა უჩვეულოდ, როგორც დედა ღმრთისა, მთავარანგელოზმა გაბრიელმა, რომელსაც 4 წლის ასაკიდან არაერთგზის ხედავდა და ეზრახებოდა, ესაუბრებოდა წმინდა წმინდანში და საზრდელსაც კი აწვდიდა, როგორც სულიერ ესრეთ ხორცილს და მრავალ ზეციურ საიდუმლოებას უმხელდა, როდესაც ჟამა, ანუ კეთილმა დრომ მოაწია, მას გაუმჟღავნა უდიდესი საიდუმლო, რომ მისგან მესია უნდა შობილიყო. ღვთისმშობელმა მარიამმა ურწმუნოებით არ მიიღო, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინა. კერძოდ რა? მოაგონა აღთქმა, რომელიც მთავარანგელოზ გაბრიელის თანდასწრებით წმინდა წმინდანში მისცა უფალ ღმერთს ქალწულმა მარიამმა, ჯერეც ყრმამ. რაითამე იყოს ესე? უთხრა ჯერთი როგორი კადნიერება ჰქონდა ღვთისმშობელს. რაითამე იყოს ესე, რამე თუ მე მამაკაცი არ ვიცი. ანუ რა უთხრა, განა შენ დაგავიწყდა, რომ შენის თანდასწრებით მე აღთქმა მივეცი ღმერთს მარად ქალწულობისა.
ამის პასუხად ზეციური საიდუმლოება განუმარტა და გაუმხილა მთავარანგელოზმა გაბრიელმა, რომელიც მიქაელთან ერთად ზემდგომი ანგელოზია ყველა ზეციურ ძალებზე, მათ შორის პირველი ტრიადის ანგელოზებზე მაღლა დააყენა და როდის დააყენა, ალბათ თქვენ წმინდა წერილიდან გახსოვთ. როდესაც ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ქერაბინი აუჯანყდება ღმერთს ამ პარტავნებაში ჩავარდნილი და აწტუნებს ზეციური ძალების ერთმესამეს, ესე იგი ვიდრე ადამიანს ეკნებოდა ადამ და ევას გამოსთა ზეცაში ჰქონდათ ანგელოზებს, დარჩებოდნენ თუ არა ღვთის ერთგულებასა და სიმტკიცეში სარწმუნოებისა და ესე იგი 1/13 ზეციური ძალებისა აწტუნა სატანად გარდასახულმა ქერაბინმა და დაღუპა, ხოლო მთავარანგელოზი მიქაელი და გაბრიელი იყვნენ, რომელთაც ყველა დანარჩენ ზეციურ ძალებს მოუწოდეს, რომ სიმტკიცეში სარწმუნოებისა დარჩენილიყვნენ და ეს არ გამდგარიყვნენ ღვთისაგან, რის გამოც უფალმა ღმერთმა მთავარანგელოზები, რომლებიც საკუთრივ მერვედასის ანგელოზები იყვნენ, ხელმწიფებით და მადლით დააწესა ყველა ზეციური ძალის სათავეში და ამიტომ არიან მთავარნი ზეციურთა ძალთანი. ისე რომ, როდესაც საყდართ ეკითხებიან მთავრობანი, ვინ არის მეუფე დიდების, რომელთვისაც უნდა განვახტოთ ზეცისკარები, მეორე სწრაფ რა სწავლებას, რა ღვთისმეცნიერებასა და რა ღვთისმეტყველებას ვიღებ, თურმე ცისკარი უფყრიათ ღვთის ბრძანებით მთავრობათა, ანგელოზთა ამდას და არავის სხვას. აი, როდესაც ასევე 40-დან გზას ხო გადის, ახლად გარდაცვლის სული ქრისტიანისა, როდესაც მესამე დღეს საზვერებს გაატარებენ, მერმე იწყება თუ არ გაიჭედა, ასე თქვა, არ გაჩერდა საზვერეში ცოდვათა სიმრავლის გამო, ებრძანებათ ამის შემდგომ მთავრობათა ღვთისაგან და ზემდგომი ანგელოზების გზით იღებენ ამ ლოცვა კურთხევას ღვთისაგან ბრძანებას, რადგან ღვთის გარეშე არაფერი არ ხდება, არც ზეცაში, არც დედამიწაზე და ჯოჯოხეთის როგორც გასუკვირას ვისაუბრეთ, ახლოსვე არის. და ეძლებათ ბრძანება და მართალთა სულებისთვის, ისე როგორც ერთ დროს განახვნეს კარი მეუფე დიდებისათვის, ანუ ქრისტე მაცხოვრისათვის, ასევე განახვავენ ზესკნელს ცათასა და მართალი სულები შედიან სასუფეველში. იქ ვერავინ ზეხორციელი და რატო ზეხორციელი ვერავინ თვით ანგელოზთაგან და მეტადრე სიბნელის სხდიადის ანგელოზებისაგან ვერავინ ვერ შევა, მაგრამ იობის წიგნიდან ჩვენ ხედავთ, რომ დრო და დრო არაყოველთვის ღვთის დაშვებით სასუფეველში შედის სატანაც და რისთვის შედის? რათა შეასმინოს მართალი, ცილი დასამოს. და გახსოვთ ალბათ როგორ დაუშვა უფალმა, როდესაც შეასმინა მართალიობი, მისი გამოცდა უსაშინელესი გამოცდები დაუშვა უფალმა მის თავს, მაგრამ ძლევა მოიგო მართალმაებობა და უფრო მეტი მადლიც მოიგო და მიწიერი სიკეთეს უფრო მეტი მიიღო, ვიდრე აქამდე ჰქონდა. მას ვინ არის მეუფე დიდებისა? კითხულობენ მთავრობანი. აი, ზემდგომი ძალები განუმარტავენ, უფალი ძლიერი დამტკიცე, უფალი ძლიერი ბრძოლას აშინა. აღახვენით მჭენი თქვენი მთავრო და აღეხვენით მჭენი საუკუნე და შევიდეს მეუფე დიდებისა. ესე იგი განუმარტეს, მაგრამ ვერ გულისხმავს, გასაოცარი რამ არის. მთავრობათა კერძოდ ვინ არის ეს მეუფე დიდებისა? ვინ არის ესე მეუფე დიდებისა? კვლავ ერთხელ იკითხეს და უკვე მეტი სიცხადით განუმარტეს საყდართა. უფალი ძალთაი თავადი არის მეუფე დიდებისა. უფალი ძალთაი ეს არის უფალი ღმერთი, ძეღმრთისა, ქრისტე მაცხოვარი ჩვენი და როდესაც მათ მიიღეს სიცხადით განმარტება, ამის შემდგომ აღასრულეს ლოცვა კურთხევა საყდართა და საბოლოოდ აღასრულეს ლოცვა კურთხევა ყოლა წმინდა სამება ღმერთისა. რადგან აქ იგითხარით, ახლა თქვენ თქვით, რომ თუ ქრისტე ამაღლდებოდა, როგორ გაბრძანებდა, როგორც ღმერთი ძეღმრთის არც არასდროს განშორებია და არასდროს ხელმწიფება არ დაუკარგავს. აი, ამიტომაც არის, რომ როდესაც ქრისტე იშვა, ანგელოზები, რომელთაც აღარეს, არ იყვნენ სპეტაკის სამოსლით მოსლი, როგორც მოგაგონეთ. რატომ? იმიტომ რომ ქრისტეს შობით, ანუ ერთი სამებისაგანი ძეღმრთისა, რომ ადამიანურ ბუნებას შეისხავს და იშობა ამ ქვეყნად, ერთგვარად დამცირდა თითქოს ღვთაება, რადგან ღმერთმა მონისხატება მიიღო მისი ბუნება, ხოლო ამაღლების ჟამს პირიქით ადამიანური ბუნება განიღმრთობა და საბოლოოდ სრულდება გაფრთხილება შედის რა უფალი ჩვენი სასუფეველში და თან შეაქვს ჩვენი კაცობრივი ბუნება, რომელიც დღიდან რაც მიიღო შეურევნელად არასდროს არ განეყოფის მას. ესე იგი, ერთი პოსტაში ორი ბუნება ღვთაებრივი და ადამიანური იესო ქრისტეში. ისე რომ იგი იყო პირველი არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ პირშო იყო მკვდართაგან, როგორც წინასწარმეტყველება იყო პირველი აღსგამ მკვდრეთით. შეგახსენეთ, რომ ქრისტეს აღდგომას წინ უძღო და მართალთა აღდგომა იერუსალიმში, რომელიც აშკარად და ცხადად შევიდნენ საფლავებიდან იერუსალიმში, მაგრამ ისინი აღზერა გარკვეული დროის შემდეგ გარდაიცვალნენ, ხოლო ქრისტე იმიტომ არის მკვდრეთით აღდგართა შორის პირშო, ანუ პირველი აღსდგარა არასდროს აღარ იგემებს სიკვდილის გემოს და პირშო იყო არა მარტო აღდგომაში,
არამედ პირში არის იგი ამაღლებაშიც. იგი იყო პირველი, ვინც ამაღლდა ზეცად. ეხლა თქვენი კითხავთ, აქამდე სად იყვნენ მართალთა სულები? აბრაამის წიაღში მიდიოდნენ შეოლში, აბრაამის წიაღში. კერძოდ ისინიც, თუმცა ტანჯვას არ განიცდიდნენ, მეორეს მხრივ არ განიცდიდნენ არც იმ სიხარულს, როგორსაც მართალი სულები დღეს განიცდიან ზეციურ სასუფეველში. და როდესაც უფალი ამაღლდა ზედან და დაждდა მარჯვენით ღვთისა და მამისა, საბოლოოდ ჩვენი ბუნება შევიდა ზეციური მამის დიდებაში. თუმცა ღმერთი იესო ქრისტეში დარჩა ღმერთად, კაცი დარჩა კაცად, მიიღურა ღმერთმა კაცობრივი ბუნება შეერთარა შეურევნელად. და ამით ჩვენი ბუნება კაცობრივი განახლდა. ეს მოხდა ასე თქვათ ერგზის, როგორც წმინდა მამები ამბობენ, მაგრამ ჩვენ როგორც ცხონდებით, ჩვენ თუ ვირწმუნებთ იესო ქრისტეს როგორც ცხოვრებას, ჩვენს საუკუნო ცხოვრებას დავიწყებთ. ავსგებით და მის მსგავს სხეულს მივიღებთ. და მტრედით აღდგომის შემდგომ და მასავით განვლით ზესკნელ სათასა და მის მარჯვენით დავждებით ზეციურ სასუფეველში. და ყველანი როგორც აპოკალიფსი ამბობს, ვიქნებით მეფენი და მღდელნი. აი ამ მადლსა და ხელმწიფებას მივიღებთ ღვთის წინაშე, არადროებით, არამედ საუკუნოდ უკუნისამდე. აი ეს არის ჩემო საყვარელო ნამდვილი შინაარსი დღევანდელი დღესასწაულისა. ამიტომ შემთხვევდი მრავალმოწყალე უფალს, რომელმაც როგორც აღდგომაში, ისე ამაღლებაში გზა გაგვიყვალა, მაგრამ ეს გზა გადის გოლგოთაზე, რომ ჩვენს განგვაცდებინოს მეტნაკლებ რამდენადაც ადამიანურ ბუნებას, თუნდაც მართლის ბუნება შეუძლია დაიტიოს, როგორც გოლგოთა, ესრეთ აღდგომა და ეგრეთვე ამაღლება, რომელსაც შინა და ქვეყანასაც ედა ჩვენის ყოველგვარი დიდება, პატივი და თაყვანისცემა ძესმთანა მამით და სული წმინდით აზდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.